ევროპა ახლა გადაიარაღების პროცესშია. შეერთებული შტატები კონტინენტიდან უკან იხევს, ხოლო ევროპელები თავდაცვის კუთხით დამოკიდებული არიან შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერაზე. თუმცა არსებობს ერთი სფერო, რომელშიც ევროპა აქტიურად არის ჩართული. ის თავად აწარმოებს ტანკებს. ევროკავშირის არმიებში არსებული ტანკების რაოდენობას თუ შევაჯამებთ, მივიღებთ 4262 ჯავშან მანქანას, რაც მცირედით ნაკლებია შეერთებული შტატების კუთვნილ 4640 ტანკზე. თუმცა წევრ ქვეყნებში განსხვავებული ვითარებაა. მოწინავე ადგილს საბერძნეთი იკავებს 1344 ტანკით, მას მოსდევს პოლონეთი 614-ით, შემდეგ კი რუმინეთი 328 ტანკით. შედარებისთვის გერმანიასა და საფრანგეთს 296 და 215 ტანკი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ათენი თურქეთთან ისტორიული დაძაბულობის გამო მოწინავე ადგილზეა, ვარშავამ არსენალის გაფართოება რუსეთიდან წამოსული საფრთხეების ფონზე დაიწყო. ჩვენ თავიდანვე უნდა აღმოვხვრათ იდეა, რომ ამერიკელებს ჩამორჩებით. ევროპაში გაგვაჩნია ეგრეთ წოდებული ნოუ-ჰაუ, დიზაინის ოფისები, ტექნოლოგიები და სამეცნიერო კვლევები. ამჟამად თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომ ევროპულ ჯავშან მანქანებს, რეალურად გვაქვს 10-იან მეტი მოდელი. მაშინ, როცა ამერიკელები აწარმოებენ მსგავსი ტიპის ჯავშან მანქანების 3-4 მოდელს. ჯავშან ტექნიკასთან დაკავშირებული მდგომარეობა ასახავს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის წინაშე არსებულ პრობლემებს. ბაზარი ფრაგმენტულია, არსებობს რამდენიმე კომპანია და რამდენიმე მოდელი, როგორებიცაა ფრანგული ლეკლერკის ტანკი, გერმანული ლეოპარდი და იტალიური არიეტე. ათობით ევროპული მოდელის არსებობა თავისთავად გულისხმობს განსხვავებულ კონსტრუქციას, მოვლასა და ტექნიკის ათვისების სხვადასხვა ფორმას. აღჭურვილობის სტანდარტიზაციის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ დაისვა, თუმცა წარმოების მიღმა, სუვერენიტეტის დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობის საკითხები იმალება, რომლებზედაც უარის სათქმელად ევროპის დედაქალაქები, როგორც ჩანს, მზად არ არიან.